რომელია ყველაზე ძნელად მოსატეხი ძვალი. ჩვენი ორგანიზმი 206 სხვადასხვა ფორმისა და ზომის ძვლისგან შედგება, მაგრამ აქედან რომელია ყველაზე ძლიერი და გაუტეხავი. ამის გასაგებად ჩვენ შევხედოთ სხვადასხვა ფაქტორებს, როგორიცაა სისქე, სიგრძე და ფორმა. ყველაზე მოკლე ძვალი არის უსანგის ძვალი, რომლის მთავარი ფუნქცია არის, რომ გერები გადასცეს და გააძლიეროს, მაგრამ მისი სიმცირის გამო მისი მოტეხვა ძალიან ადვილი არის, რომელსაც 5-დან 15-მდე ნიუტონი სჭირდება. ნეკნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძვლები არის, რაც გაგვაჩნია მათ აკისრიათ დამცველობითი ფუნქცია, მაგრამ მის გასატეხად საჭირო არის 300-დან 500-მდე ნიუტონი. ხოლო თავის ქალაზე თუ ვისაუბრეთ, მისი დიდი ზომისა და მომრგვალო ფორმის მიუხედავად, ძალიან ძნელი არის გასატეხი და დაახლოებით სჭირდება 3000-მდე ნიუტონი. ყველაზე გრძელი ძვალი, რაც გაგვაჩნია, ესაა ბარზაკის ძვალი, რომლის სიმტკიცე ბეტონსაც უდრის, მის გატეხვა სჭირდება 4000 ნიუტონი, მაგრამ მისი სიგრძის გამო მრავალი სუსტე გააჩნია და რის გამოც ხშირი არის მისი მოტეხილობები. ყველაზე რთულად მოსატეხი ძვალი არის ბეჭის ძვალი, რომელსაც 4500-დან 5000-მდე ნიუტონი სჭირდება. მისი სამკუთხა ფორმის გამო ძალის გადანაწილება ხდება და იგი დაცული არის სხვადასხვა ქსოვილებითა და კუნთებით, რაც მოყვანილ რიცხვს უფრო ზრდით.